მთელი დღე წიგნს კითხულობდა. მან ძალიან მოიწყინა. მას და მის მეუღლეს უკვე დიდი ხანია აღარ შეხვედრიათ რაიმე ზებუნებრივი. ქალიშვილი უკვე წამოიზარდა და კოლეჯში ჩააბარა. ერთმანეთს იმაზე ნაკლებად ნახულობენ, ვიდრე ქალი ისურვებდა. ხშირად ურეკავენ სახლის შესამოწმებლად ან სულის განსადევნად, მაგრამ ეს ყველაფერი გამოგონილი ამბები აღმოჩნდება ხოლმე. ძველი სახლის ჭრიალი, რომელსაც უბრალოდ რემონტი სჭირდება, ან ორპირი ქარი, რომელიც ვიღაცის ჩურჩულს გავს. ერთ დღესაც მას უცნობმა ქალბატონმა დაურეკა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის სახლში ბოროტის სულები არიან. მას ძალიან უცნაური ხმა ჰქონდა. ტიროდა და დახმარებას ითხოვდა. ლორეინმა დაამშვიდა და უთხრა, რომ მალე მივიდოდნენ. ქალმა ყურმელი დაკიდა და მეუღლეს დაუწახა. მოხდა რამე? ქალბატონმა დარეკა, თქვა, რომ მის სახლში მოჩვენებები არიან, ჩვენი დახმარება სჭირდება. სად დარეკა, სახლის ტელეფონზე? ხო, უცნაურია, მე რატომ ვერ გავიგონეს არის ხმა. ნებისმიერ შემთხვევაში არ მოგბეზრდა, დავდივარ სხვების სახლებში და ვამოწმებთ რამდენად ძველია ისინი. ეს არის და ეს, თუ სადმე დარჩნენ სულები, ყველა ჩვენს მუზეუმშია და თანაც უკვე დიდი ხანია პენსიაზე გავიდნენ. ედ, შენ უბრალოდ არ გაგიგონია მისი ხმა, ის ძალიან შეშინებული იყო, გაუჩერებლად ტიროდა, თან რაღაც ძალიან უცნაური ვიგრძენი. წავედით. გარედან სახლი ძალიან ძველად გამოიყურებოდა. ფანჯრების უმეტესობა ამოჭედილი იყო. ლორეინი გრძნობდა, რომ აქ რაღაცაში იყო საქმე. არის საქმე? ღმერთო, კიდევ კარგი მოხვედით, უკვე აღარ შემიძლია ამის სატანა, ისინი ყველგან არიან. ვინ ისინი? მოჩვენებები, ბოროტის სულები, ძალიან მეშინია. რამეს გრძნობა ამ სახლში? არ შემიძლია ზუსტად თქვა, თან კი, თან არა, მაგრამ ერთ რამეს დანამდვილებით ვიტყვი. არ ვგზნობ იმას, რასაც ეს ქალბატონი იძახის. ბევრი ბოროტის სული, აქ ნამდვილად არ არის მსგავსი რამ. კიდევ რა გაწუხებთ აქ? იქნებ ავეჯი გადაადგილდება თავისი თან რამე მსგავსი. არა, ავეჯი არ მოძრაობს, მაგრამ ჭრიალი სული სმის, თითქოს ვიღაც დადის სახლში, ყველა სართულზე, ასევე მესმის ყმუილი, ასევე მაგნიტოფონი, ხშირად თავისით ირთვება თანაც სულ ერთი და იგივე სიმღერაზე. ედმა სახლის დათვალიერება დაიწყო, რათა გაერკვია რაში იყო საქმე. აი ხომ თქვი? ბოდიშ გიხდით მისის გოლდბერგ, სარა გოლდბერგი. კარგით მისის გოლდბერგ, თქვენი სახლი პირდაპირ მნიშვნელობით ნაწილებად იშლება. აქ შეიძლება გაიგონოთ არა მხოლოდ ჭრიალის ხმა, ასევე ფიცრების ბრახუნიც. შეგიძლიათ გადახვიდეთ აქედან ან ხელოსანი გამოიძახოთ. რაც შეეხება ყმუილს, თქვენ აქ უდიდესი ხვრელები გაქვთ და თან არა მხოლოდ ფანჯრებში. ორპირი ქარი გამოსცემს სწორედ ასეთ ხმებს. რაც შეეხება მაგნიტოფონს, აქ ყველაფერი კიდევ უფრო მარტივადაა. ის უბრალოდ გაფუჭებულია და ზოგჯერ კი არ ირთვება, არამედ ითიშება თავისი დრო გამოშვებით. ახლა ის ჩართულია, ჩვენს მოსვლამდე ჩართული იყო. სწორედ ამიტომ ისმის იქედან ზოგჯერ ხმა და არა ყოველთვის. ის გაფუჭებულია, ხოლო თუ აუდიო კასეტასაც შეცვლით, მუსიკაც აღარ იქნება ერთი და იგივე. არა, ეს ტყუილია, ისინი აქ არიან, ისინი მესაუბრებიან, ნუ თუ არ გჯერათ ჩემი. ბოდიში მემ, მაგრამ თქვენ ყველაზე ორდინარული შემთხვევა გაქვთ. ასეთ ზარებს ათეულობით ვიღებ დღეში
დამამშვიდებელი დალიეთ, სახლი დაალაგეთ, დაურეკეთ შვილიშვილებს და თქვენით ნახავთ როგორ შეიცვლება ყველაფერი. თქვენ ხომ გრძნობთ, თქვენ გჯერათ ჩემი ბოდიში, მაგრამ მართლა ვერაფერს უცნაურს ვერ გრძნობ აქ. არა, გთხოვ, არ დამტოვოთ, აღარ შემიძლია. ძალიან შემეცოდა მოხუცი. ლორეინ, ჩვენ თუ ყველა შევიცოდებთ, ვისაც ორპირი ქარი და კედლების ჭრიალი აშინებს, მალე გავგიჟდებით. იქ მართლა არაფერი იყო. არ ვიცი, თან გრძნობდი თან არა, მაგრამ რაღაც გზნობა ახლაც არ მტოვებს. შესაძლოა მართალი ხარ და იქ მართლა არაფერია. ჩემი ძალები კი უკვე ძველებურად ვეღარ მუშაობენ. ხმა თითქოს აქედან ისმოდა, მაგრამ ახლა სრული სიჩუმე იყო. გაიფიქრა, რომ ეს დიდი ალბათობით დაესიზმრა და გადაწყვიტა ისევ დაეძინა. ლორეინ, მართლა არასდროს შემპარვია ეჭვიშენს ძალებში, მაგრამ ახლა მგონია, რომ უბრალოდ გადაიღალე. დაძაბულობის ფონზე რაღაცეები გეჩვენება. ედ გთხოვ, უბრალოდ წადი, მას ვჭირდებით. არაფერი თქვა, ბოდიში რომ ამ შუაღამით გაგაღვიძე, მაგრამ ასეა საჭირო. მისის გოლდბერგ, გესმით ჩვენი? ვინ ხართ? ამ შუაღამით აქ რა გინდათ? ჩვენ სარა გოლდბერგთან მოვედით, მან დღისით დახმარება გთხოვა. ვეღადავებით, ჩემი გაქურდვა გინდათ? რა გაქურდვა? ჩვენ სარა გოლდბერგთან მოვედით. კი, სარა ბებოსთან, გაანათლოს მისი სული ღმერთმა. აქ კი არ უნდა მოსულიყავით მაშინ, არამედ სასაფლაოზე. ეს საცოდავი ქალი 3 წლის წინ გარდაიცვალა. ლორეინ, რასაც გრძნობდი, ვიღაცას მთელი ეს დრო, ეს ის იყო.